მერე შეიძლება უფრო მეტი ზეწოლა დაადოს პოტენციურად თოფურიას. არ მინდა მან ამ ვიდეოს უყუროს და ძალიან ბევრი კარგი იდეა აიღოს და პოტენციურად გამოიყენოს, ასე რომ გადავიდეთ ილია თოფურიაზე და აქედან მოხდეს, ასე ვთქვათ, სუფთა ფინიში საბმიშენით, თუმცა გამორიცხული არ არის. რამოდენიმე წლის სანამ ილია თოფურია ჩემპიონი გახდებოდა, ინგლისურად გავაკეთე ვიდეო სახელწოდებით ილია თოფურიას Unstoppable Destiny, ანუ ესე ვთქვათ, ილია თოფურიას შეუჩერებელი ბედი, არ ვიცი ზუსტად როგორ თქვა ქართულად, სადაც ვიწინასწარმეტყველე მისი აღზევება, ასე ვთქვათ, ინგლისური საზოგადოებისთვის, ანუ ინგლისურ ენოვანი საზოგადოებისთვის და მაშინ მეც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს აქ ვიქნებოდით. ვიცოდი, რომ ილია თოფურია დაამარცხებდა ალექსანდრ ვოლკანოვსკის. ვიცოდი, რომ სავარაუდოდ რამოდენიმეჯერ დაიცავდა ის ტიტულს. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ორი წონის ჩემპიონი გახდებოდა ესე მალე, თან მაგ დროს რეალურად ჩემპიონი უკვე ასე ვთქვათ, სუბუქ წონაში იყო ისლამ მახაჩევი და არ არის ადვილი, ასე ვთქვათ, გადასალახი ბარიერი და ასე არ არის ადვილი მოსათხოვნი, ასე ვთქვათ, დავალება, რაც ილიამ მოითხოვა, როგორც ნახეთ, თუმცა ბრძოლა არ შედგაბუნებრივია, მაგრამ ის სუბუქ წონის ჩემპიონი მაინც გახდა და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ღონისძიებაზე, რომელიც არის თეთრი სახლის ივენთი, იქნებოდა main event-ი ამერიკელი მებრძოლის წინააღმდეგ როგორც ჩემპიონი. ამ ყველაფერს დაფასება უნდა, გაანალიზება უნდა, იმიტომ რომ ალბათ ქართული სპორტის ისტორიაში რეალურად მსგავსი რამ უპრეცედენტო არის. ქონია ბევრი მომენტები, ქონია ასე ვთქვათ, ოლიმპიადაზე ძლიერი მომენტები, UFC-ში ქონია ილია თოფურიას შესრულებით, თვალიშვილის შესრულებით, მაგრამ ესეთი რამ ჯერჯერობით არ მომხდარა, სადაც ალბათ ყველაზე ესე ვთქვათ, პრემიალურ ღონისძიებაზე და ექსკლუზიურ ღონისძიებაზე, სადაც პრაქტიკულად დასწრება და ბილეთის შოვნა რეგულარული ადამიანისთვის შეუძლებელი არის, რაც ასტრონომიულ თანხებზე და წტომაზე არის საუბარი, იბრძოლებს ქართველი მებრძოლი, მას ერგო ეს წილად, ეს ნიშნავს რამოდენიმე რამეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის მაღალი დონის მებრძოლი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის ასე ვთქვათ, ყურებადი მებრძოლი და ასევე სანდო მებრძოლი, რომელსაც შეგიძლია ენდორუმ ჩააბარებს წონას, შეგიძლია ენდორუმ რაღაც სისულელეებში არ გაეხება ბრძოლამდე, ამ ბრძოლის ანუ ზუსტად დაწყებამდე და გაივლის იმ დისტანციას ოქტაგონამდე და შევა და იბრძოლებს. და სავარაუდოდ ასევე დადებს გარკვეულ შედეგს, რომელიც იქნება საინტერესო და მისაღები. ისინი არენდენ ჯონ ჯონს, რომელიც ამერიკელი, ამ მომენტის ჩემპიონი აღარ არის, მაგრამ დაუმარცხებელი ამერიკელი არის, კი მას აქვს ერთი დამარცხება, მაგრამ მაგას პრაქტიკულად არავინ არ თვლის. შესაბამისად, არ მიეცა ეგეთი დონის ადამიანს, ხო? არ მიეცა სხვა ბევრ ტოპ დონის მებრძოლს საშუალება, რომ მან ებრძოლა. ოპონენტი რეალურად უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ ილიასი, ისლამ მახაჩევი, რაც ამერიკულ ასე ვთქვათ, სცენარში აღждდებოდა, მაგრამ მეგა ბრძოლა იყო და სავარაუდოდ უკვე მერე ამერიკელებით სხვა მიმართულებით დატვირთავდნენ ამას და რეალურად მივიღეთ ისაც მივიღეთ, მაგრამ ილია თოფურია არის დღესდღეობით main event-ი, შესაბამისად, ამითი უნდა ვიყოთ ბედნიერები და ასევე საქართველოსთვის, პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, მარკეტინგული საშუალება არის ჩემი აზრით. მოდით ახლა გავიხილოთ ბრძოლა. ამ ბრძოლაზე უკვე ვისაუბრეთ, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო. რეალურად ეს რამდენად დიდი ღონისძიება არის, გვინდოდა რომ წინასწარ შევხებოდით, მაგრამ ეს არის ბრძოლის კვირა და ასევე ბუნებრივია საჭიროებს ხელახლა გადახედვას და დაბრუნებას ამ თემასთან. რაღაცები ხდება, რაღაცები მოხდება, ამიტომ
რეალურად მინდა რომ დეტალურად ამჯერადაც განვიხილო როგორ გამოიყურებიან მებრძოლები კემპში და ამის მიხედვით სხვადასხვა ახალი ანალიზი დავდო და შემოგთავაზოთ ჩემი მოსაზრებები. რეალურად ჯასტინ გეიჯიმ ცადა რომ დაეძაბა სიტუაცია როგორც ნახეთ, რაც ჩემი აზრით სწორი საქციელია მისთვის. როგორ მოახერხა ეს და როგორ გააკეთა არ ვიცი, მაგრამ რაღაც დონეზე უნდა აამღვრიოს წყალი ჯასტინ გეიჯიმ. ეს ამღვრევა შეიძლება დაიწყოს ოქტაგონის გარეთ და ასევე ოქტაგონის შიგნით. ოქტაგონის შიგნით ბევრი, ასე ვთქვათ, მეთოდიც არსებობს, რომ ბრძოლა გახადო, ანუ ბრჭყალებში ბინძური, ან მაინც თქვათ, არალეგალურს არ გულისხმობ, არალეგალურიც შეიძლება, უნებრივია მას მაგალითად მახსენდება ტონი ფერგისონს, რომ თითი გაარტყა თვალში, ანუ ეგეთი რაღაცეებიც ქონია. არ ვიძახებ ძალიჩვება, მაგრამ ზოგადად ნებისმიერ ზიანს შეუძლია რომ ბრძოლის მსვლელობა შეცვალოს შენ სასარგებლოდ პოტენციურად. ეს იქნება არალეგალური, ასე ვთქვათ, ილეთიდან მიღებული უპირატესობა თუ ლეგალური ილეთიდან მიღებული უპირატესობა და ჯასტინ გეიჯის გააჩნია ორივე მიმართულებით რეალურად ეგ უნარები გაუკეთებია მსგავსი ორივე მიმართულებით. ძირითადად აკეთებს ხოლმე ლეგალურად, ანუ დარტყმებით, მას აქვს საკმაოდ დიდი ზიანის მიყენების საშუალება. ერთ დარტყმას შეუძლია, რა თქმა უნდა, რომ დაასრულოს ბრძოლა, მაგრამ ასევე შეუძლია, რომ შეცვალოს ბრძოლის მსვლელობა. მაგას წარმოიდგინეთ, რომ დარტყმა გადის, რომელიც თქვათ შეიძლება ისეთი მძიმე არ იყოს, რომ ოპონენტი საერთოდ ანუ ასე ვთქვათ, ფიზიკურად დაარეტიანოს კიდევაც, არათუ გათიშოს ან დააგდოს, მაგრამ რაღაცნაირად ხელთათმანით სულად ხვდება და იქ იხსნება ჭრილობა, საიდანაც პირობითად მე ხელს უშლის მებრძოლს რომ წარმართოს ბრძოლა, მაგაც სისხლი თვალში ჩადის, ტკივა, ან რამე მსგავსი, რაც რეალურად ქათები მტკივნეულია, მაგას ყველა გეტყვით და თან როდესაც მე ხვდება დამატებით რეაქციებს იწვევს და ასე შემდეგ. სისხლის ძალიან დიდი ფაქტორია, სისხლის ძალიან დიდი ფაქტორია ზოგადად, როდესაც არის თვალებში ჩადის, ტანზე გედება, ოპონენტს ედება, იქ მე თქვა ჭიდაობის მომენტებს ვლის ოქტაგონი შეიძლება უფრო ასე ვთქვათ ცურავი გახდეს და მსგავსი, ანუ სხვა მომენტები არის რეალურად რომელიც შეიძლება შემოვიდეს ზიანის მიღებიდან. ჯასტინ გეიჯი არის საკმაოდ ბასრი ადამიანი, როგორც ვისაუბრეთ წინა ვიდეოშიც და რაღაცნაირად აქვს უნარი რომ მიაყენოს თავის ოპონენტებს საკმაოდ დიდი ზიანი. იქნება ეს სახეზე თუ ფეხებში ძირითადად. ფეხები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ზოგადად ბრძოლისას ყველამ ეს ვიცით, თან როდესაც ბოქსიორი ხარ და ასე ვთქვათ მძიმედ მოძრაობ ფეხებზე, მძიმედ მოძრაობს, არ გულისხმობ რომ დგას, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ბრტყელი ტერფებით, მაგრამ როდესაც გჭირდება რომ ბაზას უქონდეს და ასე ვთქვათ მუიტაის სტილი არა გაქვს, სადაც წინა ფეხი ან ტაეკვონდოს სტილი წინა ფეხი, სადაც უფრო ჩატე არის. შესაძლოა არის რომ გახდეს ფაქტორი თუ პირობითად ილია მიიღებს ზიანს ფეხებში და ძალიან ძლიერი დარტყმები აქვს ფეხით ფეხში ჯასტინ გეიჯის შესაბამისად ეგ ნუანსი არის ნამდვილად ყურადღება მისაქცევი. ჩემი აზრით ჯასტინ გეიჯი დაჭირდება რაღაც დონეზე თავიდან მოძრაობა, მან უნდა იმოძრაოს და შეეცადოს რომ ბლიცური შეტევები მიაყენოს და ილია თოფურიას და ასევე კლინჩში, როდესაც მოხვდებიან კლინჩში მიაყენოს მას ზიანი, ანუ უნდა იყოს რაღაც დონეზე გარეთ ან რაღაც დონეზე ბოლომდე შიგნით და როდესაც განცალკავდებიან, ეგეც იქნება შანსი რომ ასე ვთქვათ მძიმე და ბასრი დარტყმები, ვთქვათ, იდაყვებით, ჰუკებს ურტყავს კლინჩიდან რომ გამოდის ჯასტინი მიაყენოს თოფურიას და ამითი შეძლოს რომ რაღაც დონეზე ზიანი ასე ვთქვათ მიაყენოს თოფურიას, ზიანი დაატყოს თოფურიას და შესაბამისად ნელ-ნელა მის ასე ვთქვათ თავდაჯერებულობას წაართვას. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არის ადვილი მოცემულობა, ანუ ნახეთ ილია თოფურიას ასე შეჭმული დარტყმა ჯაი ჰერბერტის მიერ
რომელიც მაღაზიაზე მძიმე დარტყმის გატარება, ბევრი ალბათ ბევრს არ გაუტარებია და გადარჩენილა, ასე ვთქვათ. და დაიცა, მაგრამ წამოდგა ეგრევე და გააგრძელა და არც კი განუხილია, რომ მე ამ ბრძოლას წავაგებ, რეალურად იცოდა, რომ თავის საქმე ხოლმე გასაკეთებელი და ბოლომდე მიიყვანა. ამიტომ რეალურად Justin Gaethje-ის ბევრი დაჭირდება, რომ ილია თოფურიას თავდაჯერებულა დააზიანოს, თუმცა ეს მას ჭირდება, მაგრამ თუ ვერ შეძლო, ჭირდება ბუნებრივი და ასე ვთქვათ, ჭყალებში შესახები ზიანი, რომელსაც მიაყენებს თოფურიას და ეს მას რეალურად უკვე ფიზიკურად შეუშლის ხელს უკვე ბრძოლის წარმართვაში. ჯებით რეალურად დიდად ვერ მუშაობს Gaethje. კარგად, თან თოფურიასთან საკმაოდ გაუჭირდება. შესაბამისად, ის ფაქტორი, რომ ვთქვათ, უფრო დიდი მებრძოლი არის, სავარაუდოდ ვერ გამოიყენებს დიდად. თოფურიას ზედმეტად კარგი თავის მოძრაობა აქვს და ზედმეტად კარგად ახერხებს ხოლმე, ასე ვთქვათ, ადაპტირებას შეტევებთან. სავარაუდოდ თვითონ შეეცდება, რომ ჯებით იმუშაოს და რეალურად პირდაპირ დარტყმებით შევიდეს ხოლმე და ზიანი მიაყენოს Justin Gaethje-ის, რაც იქნება კარგი კაუნტერი ლექიქების წინააღმდეგ და ასევე კარგი კაუნტერი, რომ გაამზადოს თავისი დამატებით შეტევები, როგორც ახერხებს ხოლმე. Charles Oliveira-სთან გავსად მოიქცა, გაამზადა პირდაპირებით და შემდგომ უკვე რეალურად მარჯვენათი გათიშა და ჰუკი დააყოლა, როგორც ვიხსენებ, სადაც უკვე რეალურად მარჯვენათი გათიშული იყო და ის ჰუკიც, რომელიც დააყოლა, ისიც სანოკაუტ დარტყმა იყო, პოტენციურად მარჯვენას უარ გაეთიშა, ის ჰუკი ნამდვილად გათიშავდა, ასე რომ ძალიან სერიოზული საშიშროება ელოდება ბუნებრივია Gaethje-საც. Gaethje დაიწყეთ იმიტომ რომ რეალურად ყველამ ვიცით, რომ თოფურია არის ფავორიტი, თოფურიამ უნდა მოიგოს და გვინდა შევხედოთ იმ პოტენციურ გზებს, სადაც Justin Gaethje შეუძლია გახადოს ბრძოლა საინტერესო და რა თქმა უნდა ჩვენ ეს ძალიან არ გვინდა, მაგრამ პოტენციურად სცენარი სადაც შეიძლება მან მოიგოს. და როდესაც საუბრობთ მებრძოლზე, ისეთი კალიბრის მებრძოლზე და ისეთი ტიპის მებრძოლზე, როგორც არის Justin Gaethje, მას ყოველთვის შეუძლია რომ გაიმარჯვოს, შემიძლია სამი კონტრფა აფსეთი, ასე ვთქვათ, სენსაცია დავასახელო, რომელიც მან მოახდინა. ერთი იყო პირველი, თავარი ალბათ ტონი ფერგისონის წინააღმდეგ. დღეს ვიღაცა იტყვის, რომ აი ფერგისონი რაღაცა, ხო, მაგ დროს ფერგისონი უნდა შეხვედროდა ხაბიბს და ორი იყო საუკეთესო lightweight და ბევრი თვლიდა, რომ ხაბიბს დაამარცხებდა და ტონი ფერგისონი მაგ დროს ასე ვთქვათ ატარებდა ძალიან დიდ აურას და ძალიან დიდ ტალღაზე იყო, ძალიან დიდ დაუმარცხებელ სერიაზე იყო და Justin Gaethje რეალურად ასე ვთქვათ ჩაუშალა გეგმები და რეალურად მაგ მომენტიდან ტონი ფერგისონის კარიერა ძალიან სულად წავიდა, ძალიან დიდი ზიანი მიიღო. ეგეც ერთ-ერთი ბრძოლა, სადაც გამოავლინა Gaethje საკმაოდ დიდი ზიანის მიყენების უნარი და მოახდინა სენსაცია. მეორე იყო ფიზიევის წინააღმდეგ, ბუნებრივია ფიზიევი არ არის ილია თოფურია და არავინ არ არის ილია თოფურია, მაგრამ ფიზიევის მომენტზე საკმაოდ დიდ ტალღაზე იყო. Justin Gaethje underdog-ი იყო რეალურად და მაინც მოახერხა დაამარცხა საკმაოდ ასე ვთქვათ, აი ბრუტალურად და დიდი ზიანის მიყენებით. Gaethje ჩამოშალა ფიზიევი პირველ ბრძოლაზე აქვს საუბარი, მეორე ბრძოლაშიც გაიმარჯვა ბუნებრივია. ასევე პედი პიმბლეტის წინააღმდეგ, მან ხა გრაპლინგის თემა იყო, ელოდებოდა რომ პიმბლეტი გადაიყვანა და გააკონტროლებდა პოტენციურად დაასაბმიტებდა კიდევაც Gaethje-ს, მაგრამ დაამტკიცა Gaethje-მ, რომ ის არის სოფლიო დონის მებრძოლი და ჯერჯერობით პიმბლეტს მაქამდე მთლად გზა ბოლომდე გავლილი არ აქვს, თუ ოდესმე გაივლის. ამას მივყავართ რეალურად იმ მომენტამდე, რომ შეგვიძლია შევეხოთ Gaethje-ის ჭიდაობას. Gaethje-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიღაც ინტერვიუში დაუსვა, რომ კითხა, რომ აი რატო არ იყენებო შენ ჭიდაობას და ალბათ ყველაზე ნაკლებად მოჭიდავეებს შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს შენ ჭიდაობას და
გეიჩი მუთხრა რომ დიდათ ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ ჭიდაობა მარტო გადაყვანა არ არისო, ჭიდაობა გადაყვანისგან თავის დაცვაც არისო რა. და იგი ეგრე არის MMA-ში დღეს ხა თუ თავს გადაყვანისგან ვერ იცავ, ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება შეიქმნას. თუ რაღაც აი მომაგვტილებელი გარდი არა გაქვს, როგორც მაგალითად შარლზ ოლივეირა, სადაც ხალხს ძირითადად არ უნდა რომ ეჭიდაოს. და სწორი არის ხო, ჯასტინ გეიჯს თავისი ასე ვთქვათ, გეგმა აქვს, ზიმეხელები აქვს, კომფორტულად გრძნობს ძირითად შემთხვევაში ფეხზე თავს და ამითი რეალურად ამის მისაღწევად რეალურად ძალიან საჭირო არის რომ შეგეძლოს ტეიქდაუნებისგან თავის დაცვა, რასაც ის ძირითადად ახერხებს მიწაზე ის არ არის მაღალი დონე, მაგრამ ახერხებს რომ ძირითადად არ მოხდეს მიწაზე. შესაბამისად რეალურად უცებ რომ შევაჯამოთ გეიჯის სიტუაცია, ანუ თავიდან სავარაუდოდ მოუწევს რაღაც დონეზე მოძრაობა. ამის შემდგომ თუ მოახერხა რომ რაღაც ზიანი შექმნას, მე შეიძლება უფრო მეტი ზეწოლა დაადოს პოტენციურად თოფურიას, მაგრამ ამითი დავასრულებ გეიჯის საუბარს. არ მინდა მან ამ ვიდეოს უყუროს და ძალიან ბევრი კარგი იდეა აიღოს და პოტენციურად გამოიყენოს, ასე რომ გადავიდეთ ილია თოფურიაზე. ილია თოფურიაზე რა თქმა უნდა მქონდა ესე ვთქვათ გლობალური შეჯამება მის ფენომენზე, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ როგორც მაკროდონეზე, ისე მიკროდონეზე ძალიან მაღალი დონის მებრძოლთან გვაქვს საქმე. ანუ ყველაფერი აქვს მას, ეხლა აი ბევრი ადამიანი მაინც ვერ ხვდება, რომ აი დამტყმელია მარტო, ხო, გასაგებია, ძალიან მნიშვნელოვანი დამტყმელი არის და ეგეთი მაგარი დამტყმელი რო არ იყოს და ეგეთი სუსტი, ანუ აი თქვათ, ეგეთი ძლიერი ნოკაუტის უნარი რო არ ქონდეს, აი ძალასაც არ ვიტყვი, მაგრამ ძალა დიდი აქვს, მაგრამ სიზუსტეს ფაქტორია და ბევრი სხვა რამე არის ფაქტორი მაგ უნარში. ეს ნოკაუტი დარტყმის უნარი რო აქვს და რო პოულობს ამ დარტყმას, რო არ ქონოდა და იგივე მძორი ყოფილიყო, რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა ის ილია თოფურია, რომელიც დღეს არის. მაგრამ მას ეს აქვს, მაგრამ ასევე შეგვიძლია დავამატოთ ის, რომ სხვა უნარები რო არ ქონოდა, ის ვერ იქნებოდა ის ილია თოფურია, რომელიც არის. შესაბამისად, ყველაფერი გჭირდება რეალურად და ილია თოფურია თუ გინდა რომ იყო, ყველაფერი მაღალ დონეზე გჭირდება. მას აქვს მაღალი დონის ჭიდაობა, მაღალი დონის ჯიუ-ჯიტსუ და მაღალი დონის კრივი, ანუ MMA-ის ჭრილში ძალიან მაღალი დონის კრივი აქვს. შეგვიძლია ასევე აღნიშნოთ, თუმცა მისი უნარები ჭიდაობაში ჩემი აზრით გასაგებია მან თქვა რომ ამას არ გააკეთებს და არ ვიცი გააკეთებს თუ არა, მაგრამ აი Holloway-სთან რა გეიმპლეინს ქონდა, მე მაგალითად მომწონს რომ თავიდანვე აჩვენო რომ მე მარტო ბოქსიორი არა ვარ, ეს მარტო ბოქსის მატჩი არ არის, ეს მარტო სტრაიკინგის მატჩი არ არის, მე შემიძლია ნებისმიერ ომში გადაგიყვანო და კარგი, ესე ვთქვათ, გზავნილი იქნება all American-ისთვის, ესე ვთქვათ, ანუ მაღალი დონის ბექგრაუნდი აქვს, როგორც მოგესწრებათ გეიჯის კოლეჯის ჭიდაობაში, ამერიკაში, ჯორდან ბაროუსთანაც აქვს დაჭიდაობა მას და შეუძლია შემეს ილია თოფურიას მას მისი გადაყვანა, გააკონტროლებს თუ არა მას მიწაზე, შემეს მიწაზე გააკონტროლებას პოტენციურად შეუძლია, მაგრამ როგორც მინიმუმ ტეიქდაუნებს თუ ანახებს, ეს იქნება საკმაოდ, ესე ვთქვათ, კაი გზავნილი ჩემს თავიდან. სავარაუდოდ არ გააკეთებს, ფეხზე დაუდგება, მაგრამ მე ვისურვებდი რომ სულთა სანახაობრივი თვალსაზრისითაც რომ თავიდან გადაიყვანოს ერთი-ორჯერ და რეალურად დააფიქროს რომ ეს ადამიანი არა თუ სტრაიკინგში მაჯობებს, არამედ ჭიდაობაში მაჯობებს და თუ საქმეზე მიდგა შეიძლება მიწაზეც დამაფინიშოს, ნუ მიწაზე დაფინიშება სხვა გზებით არის შესაძლებელი, ნუ რა თქმა უნდა საბმიშენებით და ასევე დარტყმებით, ძალიან ძიმე ground and pound-ი აქვს ილიას. ასე რომ სუფთა ტაქტიკური თვალსაზრისით კარგი იქნებოდა რომ ეს ბევრ ამას დაურღვევდა ჩემი აზრით ჯასტინ გეიჯის იმას, რასაც აწყობენ ახლა დიდი რისკების გარეშე. ბუნებრივია ფეხზე ილია თოფურიას ბევრი უნარი გააჩნია, როგორც ვისაუბრეთ, არა მარტო ძალა, არამედ სერიოზული ტექნიკა, კარგი დაცვა აქვს. ერთ ამას ვიტყოდი რომ მას
შეიძლება ანუ იმის მიუხედავად რომ საკმაოდ კარგი და დისციპლინირებული დაცვა აქვს, მას გაუტარებია დარტყმები ხელითაც, ფეხითაც და ზიანი ხანდახან ატარებს სახით, რაც ასევე ფაქტორი არის, რასაც მაგიტომაც შევეხე მაგ მომენტს, ასე ვთქვათ, Justin Gage-ის მხარეს. უბრალოდ ერთი თემა, რაც ილიას ძალიან სერიოზულად დაეხმარება, არის მისი, ასე ვთქვათ, ხელები, კრივი, ანუ მისი სწრაფი, ასე ვთქვათ, პირდაპირ შეტევები და ასევე მისი მოკლე დარტყმები, ანუ ვერათ უფრო ჭიდრო და შეკრული არის, ანუ ჰუკების დროს და ძირითად შემთხვევაში, ასე ვთქვათ, აი გრძელ დარტყმებს ამარცხებს, აი მოკლე დარტყმები მით უმეტეს ახლო დისტანციაზე, სადაც ჩემი აზრით საკმაოდ ბევრი დრო იქნება გატარებული ამ მებრძოლების მიერ, რომ Justin Gage-ს დაჭირდება მან რაღაც დონეზე შესვლა, ილია თოფურიასაც უნდა მან მოხვედრა. ილია თოფურიას შეუძლია, როდესაც მებრძოლი გაურბის, რომ საკმაოდ ძიმედ დაანოკაუტოს Cage-ის თან ახლოს და ასევე აქვს საკმაოდ კარგი უნარი, რომ დაანოკაუტოს მებრძოლი, როდესაც მებრძოლი მოდის წინ. და ასე ვთქვათ, უკან არიხევს და თუნდაც ოქტაგონის ცენტრში მას შეუძლია, რომ შემოქმედი დარტყმებით დაждდეს დარტყმებზე და ძალიან მძიმე დარტყმები გაუტაროს. ასევე არის საკმაოდ სწრაფი, Gage-ზე სწრაფი იქნება სავარაუდოდ საგრძნობლად, რაც ნუ აი დგომშიც საკმაოდ ბევრ ამას გაურთულებს Gage-ის. Gage-ი ასევე ნუ გათიშეს როგორც მოგხსენება დარტყმით რამოდენიმე ბრძოლის წინ Holloway არ შევალ იმ თემაში Holloway ილიამ გათიშა, ეხა ბევრს უყვარს ეგეთი მიდგომები, რაც რა თქმა უნდა არის ფაქტორი ზოგადად, მაგრამ იქ ბევრი სხვადასხვა ნიუანსი, ასე შემდეგ და სტილები ქნიან ბრძოლებს, ასე რომ ეგ არ არის მთავარი, თან როგორც მოგხსენება, აი რაზეც ვსაუბრობდი, Gage-ის მოვიდა, აი ეს ერთი დარტყმა როცვლის ძალიან ბევრ რამეს, კი ტექნიკურად იქ დაშალა მაინც Holloway, თუმცა ძალიან დიდი ზიანი მიიღო. თუ არ ვცდები მეორე რაუნდი იყო, სადაც ქუსლი მოხდა ცხვირში Gage-ი საკმაოდ ისე თქვათ უხერხული პოზიციიდან და უხერხულ პოზიციაში თუნდაც დახრილი იყო და დაბალი ქუსლი მოიქნია. Holloway-მა ცხვირი გაუტეხა დაუზიან სერიოზულად და მე უკვე ეს ცხვირი გახდა ფაქტორი რა. ანუ წარმოიდგინეთ ახლა აი გატეხილი ცხვირით რო შეხვიდე ბრძოლაში შენზე ასე ვთქვათ უფრო სუსტ ნუ ხო ხდებით დაბალი დონის მებრძოლთან, რაღაც დონეზე დაბალი დონის მებრძოლთან, ეს ხო რა თქმა უნდა ფაქტორი იქნება, ხო? იგივე არის, როდესაც ბრძოლის სრულობისას თავიდან პირველ რაუნდში უცებს კაპ რაღაც მოხდება და ან აკუმულირებით დარტყმების, ან ერთი დარტყმით უცებ რაღაც ზიანს მიიღებ, რაც მე ბრძოლის წარმართვაში ხელს შეგიშლის. და ესეც ნუ ფაქტორი იყო Gage-ის წინააღმდეგ მაგ ბრძოლაში, თუმცა რაც უნდა მოხდარიყო, ხელით გაითიშა ბოლო მომენტში. ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო და ეს რა თქმა უნდა ზეგავლენას ახდენს მებრძოლის ასე უნარებზე საომავლოდ და მის უნარზე რომ მიიღოს დარტყმები, როდესაც ერთხელ გაითიშები, მე შემდეგში უფრო მარტივად ითიშები. ასევე საკმაოდ ბევრ ომში არის დამყოფი Gage-ი და ეგეც ბუნებრივია არ გეხმარება. გამოცდილების კუთხე გეხმარება, მაგრამ ფიზიკურად ბუნებრივია არ გეხმარება. ერთ-ერთი ფაქტორი, რაც მომწონს ილიას მხარეს არის, რომ მისი აი თითო სხვა ილია არის, ძველი ილია არის, ან ძველი ილიაში ხა ცუდი ილია ჩვენ არასდროს არ გვინახია პირიქით ზევით და ზევით მიდიოდა, მაგრამ იყო რაღაც მომენტები, რაც მე პირადად მანევრულებდა, როდესაც ნუ აი ეს თქვათ ზედმეტად იყო ამ რაღაც როლში ჩართული, სადაც ასე თქვათ მისი ბრენდის აშენების როლში, ასე თქვათ მდიდარი ადამიანის როლში. სხვაშორის მას დაუსვეს ის კითხვა, რომელიც ძალიან მიყვარს ზოგადად ეგ გამოთქმა, ანუ მარვინ ჰაგლერის გამოთქმა, რომ რთული არის, ადგე დილის, რა ვიცი, 5 საათზე და ირბინო, როდესაც გძინავს აბრეშუმის პიჟამოში და კითხეს, რომ აი გამოთქმა შენ ანუ მაგ გამოთქმაზე აი თქვა რა მოსაზრების ხარო, ყოველთვის არის მომენტი, რომ ზედმეტად თქვა ადამიანს ზედმეტად ხوار გამდიდრდა. ზედმეტად კომფორტულად ხوار უსნობს თავს. და აი ამ კემპში, რასაც ხედავ და ეს მაიამიში გადასვლა რა, მაიამიც ზოგადად აი მე ვთვლი, რომ მაიამი, ამერიკა არის ადგილი, სადაც
დღესდღეობით არის martial arts hub-ი, mixed martial arts hub-ი, სადაც არიან საუკეთესო მებრძოლები მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი და თუნდაც ვინც არ უნდა ყავდეს კემპში მეტნაკლებად ასევე ფაქტორი არის ის აურა და ის თემა რომ აი იმ ქვეყანაში ვარჯიშობს სადაც ეს დონე არის მაღალი და მაგათი ესპანეთში ეს არ არის მინუს ილია თოფურია ბუნებრივია რა თქმა უნდა ჩემი აზრით რაღაც დონეზე არის ფაქტორი რაც გაძლევს საშუალებას რომ კემპები უკეთესად ჩაატარო მაგალითად თუ რომელიღაც სპარინგ პარტნიორი დაზიანდა ვერ მოდის ვიღაცა სხვა პარტნიორი ჩაანაცვლო დროულად და სწორად მოახდინო უკეთესად მოახდინო კემპის სტრუქტურიზაცია ვიდრე მაგალითად მადრიდში შენ ბინაში იმის მიუხედავად რომ შეიძლება არის $1,000,000 დარბაზი ქონდეს და ასე შემდეგ. შესაბამისად მე ველოდები მაღალი დონის ილია თოფურიას კიდევ უფრო მაღალი დონის ვიდრე ადრე გვინახია რომელიც დადებს იმ შედეგს რომელსაც ჩვენ ვიმედოვნებთ და ველოდებით ჩემს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რომ თოფურია მომზადებული იყოს ეგრეთ წოდებული ლეკიკებისთვის მას ქონდეს სტრატეგია როგორ მართოს ისინი იმიტომ რომ აუცილებლად ჯასტინ გეიჯი შეეცდება თავისებურად საპასუხოდაც უნდა აღზნობინოს რომ მასაც აქვს ის არსენალში და ეს გაუკეთებია ბევრი ასე ვთქვათ ოპონენტის წინააღმდეგ ასევე მნიშვნელოვანი არის რომ ტანშიც იმუშაოს ილიამ როდესაც აი კლინჩი იქნებიან ტანშიც ძალიან მძიმედ მუშაობს რეალურად ტანიდანაც აქვს მას ნოკაუტები აი დეიმონ ჯექსონის წინააღმდეგ რეალურად ტანით გათიშა თავიდან უკვე გათიშული იყო და მე უკვე ხელმა დაასრულა საქმე იქ ხელიც ვარ დაერტყა სავარაუდოდ დიდი ალბათობით ტანის დარტყმით იქნებოდა ნოკაუტი მასე რომ საკმაოდ მძიმე დარტყმები აქვს ტანში როგორც კანელოს და კოტოს მაგალითად ბოქსში ანუ როგორც ვიცი მათი ასე ვთქვათ სტილი მოწონს ილიას და ბევრი ინსპირაცია მაქედანაც აიღო ასე რომ ეგეც არის ნამდვილად იარაღი რომელიც შეიძლება გამოიყენოს საბმიშენსაც არ გამოურიცხავ თუმცა სავარაუდოდ თუ მოხდება ეს იქნება ისეთი სტილი როგორიც იყო ბრაის მიჩელის წინააღმდეგ სადაც უკვე ფეხზე დაშლის თოფურია მე მიწაზე შეიძლება რაღაც დაუმატოს და ამის მერე დააფინიშოს გეიჩი ნაკლებად სავარაუდოა რომ ჭიდაობა დაუწყოს და აქედან მოხდეს ასე ვთქვათ სუფთა ფინიში საბმიშენით თუმცა გამორიცხული არ არის რომ გეიჩი უშვებს გარკვეულ შეცდომას მიწაზე და თუ აღმოჩნდნენ ილია თოფურია მოაცლის რაც ხელში მოხდება სავარაუდოდ და თუ ესე მოხდება მახრჩობელა კლანი საკმაოდ ბედნიერი იქნება ასე რომ ველოდებით საინტერესო ბრძოლას მე რა თქმა უნდა ველოდები ილია თოფურიას გამარჯვებას თან საკმაოდ ეს თქო დამაჯერებელ გამარჯვებას გეიჩი მე ერთი რამე თქვა რომ ამდენი საუბრის დამხელა ჰაიპის მე რაც მას მოყვებაო თუ დამაჯერებლად არ დამამარცხებს ეს მისთვის ცუდი იქნებაო რეალურად ვეთანხმები მან უნდა დამაჯერებლად დაამარცხოს გეიჩი როგორც არ უნდა იყოს თუნდაც რო გაგრძელოს 5 რაუნდი თუ იქნება ჯოშ ემეტი ნომერ 2 არ არის პრობლემა ჩემი გადმოსახედიდან თუმცა მას სჭირდება დამაჯერებელი და ასე თქვათ გასაოცარი გამარჯვება რაც მას კიდე სხვა დონეზე გადაიყვანს და სერიოზულ ვარსკვლავს გახდის გლობალურ მასშტაბზე და ასევე ამერიკაში სადაც თუ სადმე აკლია პირობითად ასე თქვათ რაღაც დონეზე პროპორციულად ჰაიპი ალბათ ამერიკა არის თუმცა ნელ-ნელა მაგ ბაზარსაც იპყრობს What 1 billion people all over the world 1 billion people all over the world will be watching ერთი მედი მაქვს რომ როგორც ფანს რომ არ ვიხილავთ ასე თქვათ თოფურია ოლივეირას ანალოგს სადაც ძალიან მარტივად დაშლის პირველივე წუთებში ჯასტინ გეიჩის და რეალურად რაღაც დონეზე იმ ზიანს ცოტა ხანი მაინც გაუძლებს გეიჩი და ბრძოლას ვიხილავთ ასე თქვათ და მე ნუ რა თქმა უნდა როგორც ქართულს და ილია თოფურიას ფანს მინდა რომ ვიხილო ასე თქვათ კლასიკური თოფურიას ნოკაუტი
ერთი რამე რაც გონია არის რომ რეალურად Justin Gaethje's აქვს რაღაც დონეზე ვერცხლის მედალოსტის სინდრომი, რასაც მე ვეძახი, სადაც ცოტა აკლდება ჩემპიონამდე. Dustin Poirier-ს ქონდა ეგ სინდრომი და მაგ სინდრომმა ასე ვთქვათ, კარიერულად დაასრულა სავალ ჯამში ვერ მოახერხა რომ ჩემპიონი გამختارიყო, ერთ-ერთი საუკეთესო მეძოლი ალბათ რომელიც ჩემპიონი არ ყოფილა. Gaethje არის რეალურად ეხაც დროებითი ჩემპიონი, თუმცა დროებით ჩემპიონი, რეალური ჩემპიონი არ არის. უკვე ჩვენთვის ორშაბათს გამთენისას შეხვდება რეალურ ჩემპიონს და სავარაუდოდ ის რეალური ჩემპიონი ისევ ვერცხლის მედლით დატოვებს. ყოველ შემთხვევაში ამას ძალიან ვიმედოვნებთ. გემშვიდობებით, თქვენი მოსაზრებები დავიწერეთ კომენტარებში, მოიწონეთ, გააზიარეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. როგორც ყოველთვის ეს ჩვენთვის დიდი мотиваცია არის. ჩვენ გვინდა რომ იყოთ თქვენს მახშობელა კლანის community-ის ნაწილები. სამდე შეგვიძლია შევეცდებით რომ შემოვიდეთ თქვენთან კონტაქტში, განხილვაში, ასე ვთქვათ. გავითვალისწინოთ თქვენი კომენტარები, გავითვალისწინოთ თქვენი, ასე ვთქვათ, შეხედულებები. შემდეგ ვიდეოებშიც და ზოგადად კომენტარებშიც შევეცდებით რომ გარკვეული მიმართულებებით გიპასუხოთ თქვენ მოსაზრებებზე. ასე რომ იყავით მახშობელა კლანის ნაწილი და დაველოდოთ უკვე ამ ბრძოლას, ამ ბრძოლებს, რომელსაც ამდენი ხანი მოუთმელად ველით და ეს იყო სრანგელ კლანი, მახშობელა კლანი, გემშვიდობებით.